სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრებთ ამ 53 ნაწილს, იმიტომ არ იყო დიდი ნაწილი და გადავალთ შემდეგ მე 54-ზე. შემდეგი კითხვა პრაქტიკული კითხვას ეხება და იქ არის სიტყვა ნახსენები ჰიპოთეთური კითხვა. ჰიპოთეზა. და მე მაგის განმარტებასაც მოგცემთ, ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს, რომ ზუსტი განმარტება გცოდნოდა და არა ჩვენი წარმოდგენებით, რაც ვიცოდით შეიძლება და ყოველთვის გადახედვა ძალიან კარგია იმ ცოდნისა, რაც უნდა ჩვენ გაგვაჩნია, ხომ? და შეიძლება სიტყვა, რომელიც ადრე გაგვიგია, მან გარკვეული კონოტაცია განიცადოს, ან ცვალებადობა საწყისმა პირველმა ორიგინალმა გაგებამ და ჩვენში იყოს მოთარგმნილი ცოტა სხვანაირად. ამიტომ მე შევეცადე რომ ეს განმარტებაც მომეცა თქვენთვის. სალამი ჯონ მოგესალმებით, მე კრეიგი მქვია. კრეიგი გადათარგმნა იმან, მაგრამ კრეიგი არის ქ, ჩვენ გვაქვს ქ საკმარისად ახლა არის ენები, სადაც ქ არ არის, ხ არ არის, ხომ? შეიძლება ყ არ იყოს და ჩვენ გვაქვს ქართულში ბევრი ესეთი რომ კარგად იმას აქვთ, დავახასიათოთ ეს. სლავიანურ ენებში შეიძლება უჭირდეს სლავიანურ ენებს ინგლისურის ბევრი გადმოთქვა, როცა ქართულში გვაქვს ჩვენ უფრო. ამიტომაც ჩვენი აქცენტი თუ კარგად დაუკვირდება, ხო, მსმენელი ყურიში ვისაც მოხდება, ჩვენი აქცენტი განსხვავდება, როცა ჩვენ ლაპარაკობთ აქცენტით ინგლისურ ენას, ჩვენი განსხვავდება სლავიანურებისაგან. ზოგჯერ ერევათ და დაბნეულები არიან, ზოგჯერ მე მქონია ეს გამოცდილებები, ზოგი მიაკუთვნებს ხოლმე, რა თქმა უნდა, შეიძლება გარეგნობიდან და იმიდან რომ იბნევიან, ხო, მაგრამ თუ დააკვირდებით ჩვენნაირი ხ ბევრგან ჭარბობს, მაგალითად ჰოლანდიურში, გერმანულ იმებშიც, ენებშიც ხ-ები და ხ-ზე ძალიან ჭარბობს, როგორც არაბულში ციცით, ხომ? და ცოტა დაბნეულები არიან ხოლმე მაგრამ და ზოგჯერ უთქვეთ ჩემთვის ჰოლანდიური შეიძლება აქცენტი, შეიძლება იყოს სადღაც შუა აღმოსავლეთის შეიძლება აქცენტი და არიან ხოლმე ცოტა გაურკვევლობაში. მე კიდე მე არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ მიფიქრია აქცენტის დიდი აქცენტი გამეკეთებინა. ყოველთვის როცა მეუნებიან, მე ვეუნები რომ მე სპეციალურად ვინარჩუნებ მაგას რომ მეუნებიან მე ყოველთვის პასუხობ ხოლმე რომ მე არ ვაზრუნებ აქცენტით, შეიძლება ვლაპარაკობდე აქცენტით, მაგრამ არ ვაზრუნებ აქცენტით. ისე რომ გაჩნია ვინ როგორ გძნობს თავს. თვითონ ეს ქვეყნებში როგორიც ავსტრალია, კანადა არის, თუნდაც ამერიკაში ბევრი არ აქცევენ მაგას ყურადღებას და შეიძლება ინგლისში ან სადღაც არიან აქაც ადამიანები, ხო იცით რომ თავის ენაში არიან ობიექტივირებულები. აი მოვისმინოთ ახლა ჩვენ კრეიგის ეს ჰიპოთეტური კითხვა. მაგრამ სულელური არ არის ის დასძენს ამას. ჰიპოთეტური კითხვა არის კითხვა, რომელიც სვავს კითხვას, თუ რა შეიძლება მოხდეს არ არსებულ და დაუდასტურებულ სიტუაციაში. ეს კითხვები ხშირად გამოიყენება შესაძლებლობის შესასწავლად, აზროვნების სტიმულირებისათვის, ან წარმოსახვით ის სცენარების შესახებ მოსაზრების გამოსავლენად. მათ შეუძლიათ დაიწყონ ფრაზებით, როგორიცაა რა მოხდებოდა თუ, ან წარმოიდგინეთ თუ და ესე. მე რომ მოვიძიე, ხომ წარმოიდგინე ქართულ იმაში ლექსიკონში არ იყო, უბრალოდ იყო ჰიპოთეზასთან იპოთეკური და არ იყო განსაზღვრება რა, აი რას ნიშნავს ჰიპოთეტური კითხვა. და თვითონ ჰიპოთეზას, რა თქმა უნდა, ეს ნათარგმნი არის და ეს იყო და ამასაც წაგიკითხავთ მე. ჰიპოთეზა, ну ეს უკვე მეცნიერული ის არის, ხომ ყოველდღიურში შეიძლება ეს უკვე ჰიპოთეზა მეცნიერულისა და ნიშნავს ვარაუდს. მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს დამოწმებას. ჰიპოთეზის საშუალებით გარკვეული ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ცალკეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების შესახებ. ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ განსხვავებით აქსიომისა და პოსტულატისაგან, საჭირო მისი შემოწმება და დასაბუთება. როგორც წესი, ჰიპოთეზა გამოითქვამა მის დამადასტურებელ მთელი რიგი დაკვირვებების საფუძველზე. ჰიპოთეზას შემდგომში ან საბოლოოდ ამტკიცებენ და მას იღებენ როგორც დადგენილ ფაქტს, თეორიად, ან უარყოფენ, მიუთითებენ კონტრმაგალითზე. გადაიქცევა რა მცდარ მტკიცებულებად. დაუმტკიცებელ და არაუარყოფილ ჰიპოთეზას უწოდებენ ღია პრობლემას. ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერულ ცოდნის განვითარებაში, ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ჰიპოთეზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰიპოთეზა არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის,
მიზეზობრივი კავშირის შესახებ. სოციალურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესების ორგანიზებას. სოციალურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თვისებურებების, სოციალური მოვლენების შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათისა, ამ კავშირების განმაპირობებელ ფაქტორების შესახებ. და ეს ხშირად ხდება ხოლმე Skype-ზე და ახლა Discord-ზე ძალიან ესეთი მეთოდი. ეს ჩვენი დამატებით ხო, ესეთი გამოყენებითი საქმს, ბევრჯერ ჩვენ ჰიპოთეზებს და იმებს ვდებთ ხოლმე და აქედან ბევრ რაღაცებს ვადგენთ მერე. პოლიტიკაში იქნება ეს თუ ადამიანურ ქცევებში, ხო? და ჯონ მაკარტური პასუხობს, ანუ ეს რთულ კითხვას ნიშნავს, კრეიგ? თავად ნახავთ, პასუხობს კრეიგი. ჩვენ მხოლოდ იქ მყოფ ადამიანებს მოვისმენთ, ვინც დგახართ უკვე მიკროფონებთან და ალბათ 15 წუთში დავამთავრებთ ყველაფერ ამას. ჯონ მაკარტური განცხადებას აკეთებს. და კითხვის ავტორი კრეიგი აკეთებს ესეთ ფორმულებას. კეთილი, ვთქვათ, თქვენ გაქვთ A ეკლესია, B ეკლესია და C ეკლესია. ვთქვათ, და თქვენ ხართ ჯონ C ეკლესია. ეხლა არის A ეკლესიის პასტორი, რომელიც იყო მხილებული, დაეცა ცოდვაში, ეს იყო ამორალური ცოდვა და ის აღარ აკმაყოფილებს უხუცესების კვალიფიკაციას. და ვთქვათ, ეს არის ამორალობა უზნეობა. ვთქვათ, ეს პასტორი მერე A ეკლესიიდან როცა ის გააგდეს თუ დაითხოვეს, მიდის B ეკლესიაში. ისინი იღებენ მას და ლიდერის წყენსის პოზიციაზე აყენებენ. ეხლა დაუშვათ, თქვენ გაქვთ სამუშაო ურთიერთობა B ეკლესიასთან, სადაც ის მივიდა და დიდი ხანი კონტაქტობთ მათთან გარკვეულ წილად. და იყავით ჩართული გარკვეულ ორმხრივ მსახურებაში. გაცვლა-გამოცვლა, მიწვევა-მოწვევა პასტორების. ეხლა შეგიძლიათ თქვენ C ეკლესიას კვლავ გააგრძელოთ და შეინარჩუნოთ იგივე დონის სამუშაო ურთიერთობა B ეკლესიასთან? და ჯონ მაკარტური პასუხობს, არანაირად. არანაირად. ესე იგი, თუ მე მოყვებით 100-ში, თქვენ ამბობთ, რომ B ეკლესიაში უკვე არის ადამიანი, რომელმაც A ეკლესიაში უზნეობა ჩაიდინა. შეგვიძლია თუ არა ურთიერთობის შენარჩუნება? არა, არანაირად, კატეგორიულად არა. რადგან ჩვენი აზრით ის საერთოდ არ უნდა იყოს მსახურებაში. მიუხედავად იმისა, მოინანია, იმას აქნა, რა ქვია, მან აღიარა თავისი შეცდომები და ცოდვები, არა, ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვილაპარაკი ამ სტანდარტებზე, რომ შეიძლება ის სხვა მსახურებაში იქნას გადაყვანილი, მაგრამ არა პოზიციაზე, ლიდერის პოზიციაზე, ისევ ხალხის სახალხოდ, სადაც ის სამაგალითო უნდა იყოს და უმციკლო. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვიყვარდეს ადამიანები, ვინც იქ არიან, ხალხი, ჩვენი შეიძლება ნათესავები, მეგობრები, გვინდოდეს პირად დონეზე დახმარებაც, წახალისებაც, ამ მსახურებაში რაიმე როლში ყოფნა, ხომ? და სამუშაო ურთიერთობა უკვე ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რისიც ჩვენ გვძერა და რასაც ღვთის სიტყვა გვასწავლის. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია. ხომ ხედავთ, ეს არც ისე რთული იყო, კრეიგ.